დილამ შვიდობისა, გამარჯობათ, მოგესალმებით. ზურა, გამარჯობა. გამარჯობა დილამ შვიდობისა. დღეს ჩემთვის უცნაური ამბებია ჩვენთან. საშემოდგომო ხეების გასხვლაზე აპირებს ზურამ ილაპარაკოს. გასხლა და არა მხოლოდ ნედლი ტოტების გამოჭრა, არამედ სანიტარული გასხლა და მისი მნიშვნელობა. ეგ რას ნიშნავს? ცოტა გითხარი. სანიტარული გასხლა ნიშნავს მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, ესე იგი გაზაფხულიდან ამ დრომდე დაზიანებული, გამხმარი ტოტების გამოჭრას. ეს ტოტები არც ერთ შემთხვევაში ზამთარში არ უნდა დარჩეს. სხვა შემთხვევაში იქედან ამ გამხმარი ტოტებიდან დაიწყება მთელი ხის ხმობის პროცესი. ამიტომ ახლა და ცოტა გვიანად შეიძლება არის ის პერიოდი, როდესაც ხდება სანიტარული გასხლა და ჩახშირებული ტოტების გამოჭრა. იმისთვის რომ ზამთარში დიდ თოვლობის 2-3 დღე რომ იცის ხოლმე თბილისში თოვლი დიდ თოვლობის დროს ჩახშირებული და დიდი ტოტები არ ჩამოტყდეს და არ დაწვეს. ეს პრობლემა ძირითადად გვაქვს წავკიში, კოჯორში, წყნეთში, ბაღებში, გაშენებულ ბაღებში. აქეთ ცოტა ბარში ეს პრობლემა არ აქვს. საგანგებოდ თქვენთვის ავარჩიეთ ავადმყოფი, ძველი, ამორტიზებულს ვეძახით ხოლმე ჩვენ მებაღეები, უკვე დაავადებული, კარგად აღარ მყოფი ალუბლის ხე, რომელსაც ისედაც უჭირს და ასედაც უჭირს, ღეროები სულ დაფისიანებული აქვს, დახეთქილი აქვს, ნახეთ როგორი ნახეთქები აქვს. ხო, ნაპრალები აქვს. აი ესეთი წებუ აქვს გაკეთებული. წებოები აქვს, აქედან მე ვაჩვენოთ კარგად რამდენი წებუ აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდე 1-2-3 წელი უნდა როგორმე ვაცოცხლოთ და შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ. ეს ადგილი მენანება აქ ძალიან ლამაზად ყვავის გაზაფხულზე, ფანჯრებიდან ულამაზესია, როცა ყვავის, რომასხია, კიდე უფრო კაი სანახავია. გარდა ამის არის საუკეთესო მოკლეყუნწიანი, ძალიან კარგი ჯიშის ალუბალი და მებრალება იმისთვის რომ გახმეს. ამიტომ ვცდილობთ რომ შევინახოთ. გვებრალება და გვიყვარს ეს ალუბალი, როდესაც დაორგეთ, აქ იყო მზიანი ადგილი. ალუბალს და სხვა ნებისმიერ ხეხილოვან მცენარეს უყვარს მზიანი და გაშლილი, განიავებული ადგილი. როცა ეს დაორგეთ, აქ შენობები არ იდგა მაშინ. ახლა უკვე აღმოჩნდა ჭრდილში. გაუნიავებელ ადგილში და დაიწყო ტოტების ხმობა. რამხელა ტოტი გაუხმია, ეს დაბლიდან არ ჩანდა და ამიტომ ამის მთლიანად ამოღება მოგვიწევს. ამხელა ტოტი გარდა იმისა, რომ სახიფათოა მცენარის ხის გასახმობად, რომ მოტყდეს ისიც საშიშია. ესეთი მძიმე ტოტი იჭრება ორ ნაწილად, ორ ეტაპად, იმისთვის რომ სწორად მოხდეს ძირითად ღეროსთან მისი შეჭრა. მარტივად აგიხსნით, ჯერ მოუჭრით უხეშად. აქეთ ამ მხრიდან იმისთვის რომ დაწოლის დროს არ მოსკდეს. და კაი ხერხი გაქვს ზურა, რა კარგად მოაშვანშვალა. ეს ძირითადი ნაწილი არ დამცე თავში. და ეხლა იწყება ამ ღეროს სუფთად მოჭრა ძირითად ღეროსთან. ჭრილობა არ უნდა იყოს ძირითად ღეროდან არც ძალიან ახლოს, არც ძალიან შორს. ხშირად მინახავს დაშვებული შეცდომა ესე დარჩენილია ხოლმე, ვეშოლკასავით არის დარჩენილი. ჩამოსაკიდებლად. მაგრამ ისიც მინახავს, რომ ძალიან ახლოს აქვს, დიდი ჭრილობა გაკეთებული და მის გამოც გაფუჭებულა მცენარე. დახრის კუთხე აუცილებლად უნდა იყოს ძირითადი ღეროს მოპირდაპირეთ, ასეთ ფორმაზე იჭრება. კი ბატონო. ეხლა ამას გიჩვენებთ. ამას გასხლა არ ქვია ზურა, ალბათ ქვია ამოსხლა თუ რა. ამას ქვია სანიტარული გასხლა. ხმელი ტოტების გამოჭრა. ხო და ამ საწყალს იმდენი ხმელი ტოტი აქვს, მე მგონი ცოცხალი არაფერი არ დარჩება. ფიქრობ, რომ 1 წელი გაქვს ამას სიცოცხლის ხო და ეს 1 წელიც ვაყვავილოთ. მივცეთ ამის საშუალება, იმიტომ რომ მიყვარს ძალიან. ეს მე აქ რომ მოვედი იმ წელს დავრგე. ესე იგი 20 წლის წინანდელია. ნიშნელოვანია ბასრი ხერხით ამის გაჭრა და ნახეთ ჭრილი როგორ გავაკეთე, ისე რომ წყალი არ ჩადგება არც ამ ტოტის იღლიაში და არც ამაზე რა თქმა უნდა ცერად არის გაკეთებული. მაგის ხა ბაღის მალამოს. ეს ჭრილობა იმხელა ბაღის მალამო აქ აქაც მაქვს. ჩიბეში გაქვს? კაი. ეს ჭრილობა იმხელაა, რომ თავისით ვეღარ შეხორცდება, ხეც საკმაოდ დიდი ხნისაა. უკვე 10 წლის, კი, 10 ძირის სიმსხო იმხელა. 20 ზურა, ჩვენ დარგულია რომ მოვედით მაშინ. ბახ, მაგდენი დრო გავიდა. ამდენი დრო გასულა. ამიტომ ამ ხელა ტოტების შეხორცება ისე ადვილად ვერ ხდება, როგორც პატარა ტოტის შეხორცება. ამიტომ ამ შემთხვევაში აუცილებლად წაუსვავთ ბაღის მალამოს. ჩვენ ბაღის მალამოს მოხარშვას ჩემი მასწავლებელი ჟუჟუნა გვასწავლიდა.
ხარშავდით ცვილით, თაფლის, ფუტკრის ცვილით, კიდე რა შედიოდა, აღარ მახსოვს ზურა. კანიფოლი შედიოდა. კანიფოლი შედიოდა კი. თაფლის ანთელი, ხო. თაფლის ანთელით. უნდა ვიკითხო, ჟუჟუ, ჯერ კიდევ კარგათაა და უკვე ასაკშია, მაგრამ არ ამგონია რომ ეგ არ ახსოვდეს. კარგად უნდა გამოვიკითხო მაგისი რეცეპტი. სულა, მე მახსოვს რომ ეგ რეცეპტი ჩაწერილი მაქვს დღიურში. ყველა დღიური შენახული მაქვს პრაქტიკული ლექციები და რაც მაქვს მოძებნე. მოუძებნი აუცილებლად. მაშინ რომ მიხსნი და ვფიქრობდი, რა თმინდა ახლა ეს რეცეპტი, რაში მჭირდება, რისი მალამოს მომხარშველი ვარ, მაგრამ ახლა გაწყდა, აღარაა მალამო არ იშოვება და თუ იშოვება ისეთი ფასი ღირს რომ გენანება მიცემა, თუ კი შეგიძლია შენით და შემდეგი ამბავი, გარდა იმისა რომ ზედა ტოტებიდან გამხმარი ტოტები უნდა გამოიჭრას, აუცილებელია და მინდა გიჩვენოთ ერთ-ერთი დიდი გამხმარი ტოტის დამუშავება და დახეთქილი ღეროს დამუშავება. დახეთქილ ღეროზე ყოველთვის გამოაქვს წებო. ხშირად უთქვამთ ჩვენთვის და დაუსვავთ შეკითხვა, რომ ეს წებო ხომ არ მოვაცილოთ. ეს წებო არის, ესე იგი, მისი იმუნიტეტი, თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი. მცენარეს არ გააჩნია, რა თქმა უნდა, არც გონება და არც გრძნობის ორგანო, მაგრამ ზუსტად იცის დაზიანებული ღერო როგორ შეიხორცოს. შეხორცების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ისევე მისი გამოტანილი წებოა. ამიტომ წებოებს დიდად არ ვეხებით და არ ვაცლით, მაგრამ დახეთქილ ნაწილებს ბასრი დანით, ბაღის დანით დაუმუშავებ. ის რაც, ესე იგი, ნამდვილად აღარ გაცოცხლდება, მხოლოდ იმ ნაწილს მოვაცილებთ. ამ ნახეთქში მკვდარ ნაწილს, ჭუჭხს, მტვერს გამოვაცლით, გამოვფხიკავ. თლიან ღეროს ასე დავამუშავებთ და ბოლოს კირხსნარით შევღებავთ. კირხსნარი ერთ-ერთი ასევე ძველებური მეთოდია, ძველი მეთოდია და ჩვენთან ხშირად ამბობენ რომ კირს იმიტომ უსვავენ რომ ჭიანჭველა აღარ აცოცხლდეს ხეზეო და ეს ასე არ არის. სინამდვილეში კირი ასე დაზიანებულ ადგილებს კარგად ფარავს და მცენარეს იცავს გახმობისგან და ასევე ახალგაზრდა ნერგებს გადახურებისგან. ზურა, სანამ შენ კირხსნარს ამზადებ, მე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ ზურას ყავდა არაჩვეულებრივი პაპა, მეხილე, კარგი მებოსტნე, კარგი მეურნი ადამიანი და ზურამ ძალიან ბევრი რამე იცის მისგან. გმადლობთ. კი, ეგრეა ნამდვილად. ამის ჩვენება ჩვენი მაყურებლისთვის მე მგონი რომ საინტერესოა სასარგებლოსთან ერთად. კირი როგორ იხსნება, როგორ დუხს. ბევრს ნანახი არ ექნება ქალაქის ადამიანს, რომელსაც არ ქონია ბოსტანთან და ბაღთან კავშირი, ეს ნანახი არ ექნება. მე უკვე, ესე იგი, დავაფასოვე 1 კილოიანებად, ასე ვთქვათ. ერთ ვედრო წყალში გავხსნით 2 კილო 8 ლიტრა წყალში. 8 ლიტრ წყალში გავხსნით 2 კილო კირს. 2 კილო ჩაუქრობელ კირს, აი ნატეხებია, ცოტა ხუნილიც. და იმისთვის რომ თქვენთვის საჩვენებლად გქონოდა, წინასწარ მოვამზადეთ გუშინ საღამოს უკვე ჩამქრალი კირი. ეხლა ამის ნახვა, ვისაც არ უნახავს, საინტერესოა როგორ აჩუხჩუხდება და როგორ დუხს და ცხელია და ფრთხილად უნდა იყოთ. ზურა, ამას მემოულებ, შენ იქნებ გადაწურო გუშინდელი კირი. ეხლა ამის ტემპერატურა 100 გრადუსამდე აიწევს, ადუღდება. მოხმარება დამჭირდება ზურა ამაზე. კი, დაადე თავზე, რა თქმა უნდა მოხმარება. აი მასე. ამოვურე 2 წუთი. ის უკვე გუშინდელი ჩამქრალია. ეხლა ამ ქვაფში ჩავხედოთ, ამ ვედროში ჩავხედოთ, როგორ ადუღდა. უკვე სიცხეს აგერ ვგრძნობ, აი ხელის ამასობაში კირს გადავწურავ, გადაწურვა, იმიტომ უნდა რომ კირი ბოლომდე არ იხსნება, თავისი პატარ-პატარა ნამხვრელები აქვს და ხეზე წასმის დროს სითხე ერთგვაროვანი რომ იყოს, კირს ვწურავთ. სხვათა შორის შაბიამნის გარევის დროსაც კირი აუცილებლად უნდა გადაიწუროს, იმიტომ რომ შესაწამლ აპარატში იჭედება და იმიტომ რომ შესაწამლ აპარატს აქვს პატარა ფილტრი და იმ აპარატის ფილტრში იჭედება კირის ჩემ ბაბუა კაპრონის წინდაში წურავდა. ქალების კაპრონის წინდა რომაა, რა ქვია იმას? წელ წინდა ქვია, კალგოტკა რა, რა ვიცი რას ვეძახი. იმაში ჩაყრიდა ამ კირს და იმით ჩაკიდებდა შაბიაბნიან ასე ქვაფში. ასე ამ ქვაფში ვაყენებდით ამ დიდ ქვაფში ვაყენებდით შაბიაბნის და კირის წყალხსნარს, რა თქმა უნდა. ეს უკვე დუხს. ის უკვე დუხს და იქ კაი სანახავია, უკვე ცხელია. აბა ვნახოთ ერთი. გარედან ცხელი იქ. აი ეს ვედრო ეხა ცხელია ჩუხჩუხებს თავისი. მე უკვე დავიწყებ დამუშავებას მაშინ.
ზურას მოუმზადებია ჯაგრისი და იმ გასუფთავებულ ხეს წაუსვამთ კირს. ეს კირი გარდა იმისა, რომ იცავს გადახურებისგან, გარდა იმისა, რომ დეზინფექცია, თუ რაიმე ნაჭდევში, ქერქის ქვეშ ჭიაღუა, იმას ყველაფერს, იმისი ლავრებია, კვერცხებია, ყველაფერს დაწვავს. თავიდან ისე თეთრად არ გამოიყურება, როგორც გაშრობის შემდგომ. მაგრამ გაშრება და გათეთრდება. აი, აქ მინდა რომ აჩვენოს ერთმა კამერამ ნახე როგორ ჩუხჩუხებს. არ უნდა გააკეთოთ ძალიან სქელი, იმიტომ რომ ნაჭდევებში არ ჩავა. ნახე როგორ თუხთუხებს. და თუ ნაჭდევებში არ ჩავიდა, მაშინ კირით შეთეთრებას არ აქვს არანაირი აზრი. როგორი ხმა? როგორც გითხარით, წებოს უკვე წებოს არ ვაცლით და წებოს ვტოვებთ ხეზე. ცხელია. ჩვენს ბავშვობაში ეს ძალიან გავრცელებული მეთოდი იყო, სკოლაში შაბათობებზე გვათეთრებინებდნენ და ზურა ეხლა ამ კიბეზე გამახსენდა და არ შემიძლია რომ ჩვენს მაყურებელს არ უთქვათ, ჩემი ბაბუას გაკეთებულია გურიდან წამოვიღებ, წყალას ვეძახდით გურიაში. სპეციალური ხისგანაა გაკეთებული. ეს არის დიდგულა. პავლონიას რო ვეძახით, ახლა პოპულარული ხე რომ გახდა. ის გურიაში ხშირად იზრდებოდა და ქვია იმ ხეს გურიაში ბამბის ხე. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მსუბუქია. აი ამ ხელა კიბე სულ იქნება 5 კილო. აკაციის ფეხები აქვს და რო ვხედავ გული მithება. 2 წელი გამიკეთა და გამომატანა იმ წელს გარდაიცვალა ბაბუა. კიდევ ერთი ამბავი მინდა გითხრათ, სულ არის იმაზე კამათი ხეები, როდის უნდა შეთეთრდეს, გაზაფხულზე თუ შემოდგომას. არ ვიცი, ჩვენ მე და პაპა მთელი ბავშვობა შემოდგომას ვათეთრებდით. გაზაფხულზე გადავათეთრებდით. ხო, გაზაფხულზე გადავათეთრებდით. ხო, არ აწყენს ეს, თუ არ არგებს, არც აწყენს. კარგად, აი თხელი იმიტომ უნდა იყოს, რომ ნაჭდევებში კარგად შევიდეს, ხო. იქნებ წელსაც როგორმე ჩვენმა ალუბალმა მოახერხოს და იყვავილოს. არის შემთხვევები, რომ გაშრობის შემდგომ კიდევ შეიძლება ერთი პირის გადავა. სიკვდილის წინ, აი ხო ხეები ბოლოსკენ რომ მიდიან, მოინდომებს და განსაკუთრებულად აყვავდება, ისე რომ დაგენანოს. ისე ესხა წელს, იმდენი ყვავილი ქონდა, რომ მეგონა წელს ვეღარ გააწევდა, მაგრამ მე მგონი რომ კიდე ერთი წელი გაძლებს. სურა ჩვენს მაყურებელს ვანახოთ ამ პერიოდში როგორ სხლავთ ასევე ვარდებს. სიამოვნებით. სხლავთ არა, ვამსუბუქებთ. აი მე მგონი რომ ეხა შეთეთრება გვეყოფა, გადავიდეთ ეხა ვარდებთან და ბევრს აინტერესებს როგორ შეიძლება ვარდები ამოვსხლათ, გავამსუბუქოთ, გავამზადოთ ზამთრისთვის. ეს ბევრისთვის საინტერესოა. ამასობაში ჩვენი კირი ადუღდა და ხვალ ჩამოული ყველაფერს დილას სანამ სტუმრები მოვლენ. ბევრ ჩვენგანს, ბევრ მაყურებელს აინტერესებს შემოდგომაზე რა უქნათ ვარდებს. ჩვენ ახლა ვარდის ბუჩქთან მოვედით იმისთვის რომ გიჩვენოთ, შემოდგომაზე ვარდი ჯობია რომ არ გაისხლას და უმჯობესია გაზაფხულზე გაისხლას, მაგრამ ვარდის ბუჩქი ცოტა უნდა ფორმაში მოვიყვანოთ და გავამზადოთ საშემოდგომოდ. ამან წელს თავ დაუზოგავად იყვავილა. როგორც ჩვენი ჟუჟუ გვეტყო და დავამსუბუქოთ. დავამსუბუქოთ, ხო. ეხლა ამ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გასხლა არ ქვია, მაგრამ ქვია მომზადება გასასხლავად. გაზაფხულს რომ შეხვდეს, უფრო მომზადებული. რას გულისხმობთ დამსუბუქებაში? გულისხმობთ დაახლოებით ტოტების ნახევარის შემცირებას. და მწიფე ტოტებზე გადაჭრას. მწიფე ტოტი ნიშნავს იმ ტოტს, რომელიც აუცილებლად გაუძლებს ზამთრის ყინვებს. ესეთი ნედლი ტოტები ვეღარ გაუძლებს. ამიტომ აი ეს კლორტები ტოტებზე უნდა გადაიჭრას. თუ რამე ხმელი შეგხვდება, თუ რამე დაზიანებული შეგხვდება, არის ვარდის ერთ-ერთი მავნებელი ხერხია, რომელიც ღეროს გულში ძვრება და მთლიანად აფუჭებს ღეროს. თუ ისეთი ტოტი შეგხვდა, ისეთი ტოტი მთელ სიღრმეზე უნდა ამოვაჭრათ. მისი ნახევრად გადაჭრა არ არის საკმარისი. მაგრამ მე არ მყავს ხერხია ზურა, რატომ? არა, უბრალოდ მე ერთ-ერთი ამბავი ვუთხარი. კი ბატონო. ხო, აი ცოტა გადავაცალოთ ნაყვავილარი ტოტები, ცოტა გავათხელოთ და ისე იმ ფორმაში მივიყვანოთ, რომ ადვილად შევძლოთ გაზაფხულზე. აი მთავარი, ასე ვთქვათ, ნაგავი, ზედმეტი ტოტები მოშორებული გვექნება და გაიოლებული გვექნება გზა. აი შიგნით ჩაყვითლებულია, მეტი ჰაერაციაც ექნება. ხო, მეტი ჰაერი ჩავა, უფრო ჩავა ნალექი, ფოთოლი უფრო ადვილად დაცვივდება. ასევე ძალიან მარტივი და საჩვენებელი ამბავია ხვიარა ვარდები. ბევრი ხვიარა ვარდს ვერ პატრონობს,
ვერ შვება იმას, რომ ხვიარა ვარდების შაშემოდგომოდ მოამზადროს. ვუთხრათ მაყურებელს ის, რომ ხვიარა ვარდი არ ისხლება. გასხლული ხვიარა ვარდი არ იყვავილებს მომავალ წელს. ხვიარა ვარდების შემთხვევაში მარტო ნაყვავილარი ტოტები უნდა გამოაცალოთ, თუ რომელიმე ბებერი ტოტი აქვს, თუ რომელიმე ძალიან გამომსხვილდა, ძალიან გამოვიდა კედლიდან, ღობიდან, ძირიდანვე უნდა ამოჭრათ და ამოიხოთ. ხვიარა ვარდის გასხლა ეგ არის. დაბერებული ტოტების გამოცლა და ახალგაზრდა ტოტების მიმართულების მიცემა. გადაწვენით მიმართულების მიცემა, რაც გულისხმობს ღეროს გადაღუნვას, ამას უკეთესად აგიხსნით, როდესაც გაზაფხულზე ვარდის გასხლას დავიწყებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გასხლა და დამსუბუქება იგულისხმება მისი ნაყვავილარის წაჭრაში, ასევე ტოტების დამოკლებაში, თუ ჯოხი შესაძლებელი აქვს მის ჯოხის შეცვლაში და ხელახლა აკვრაში, ეს უფრო არის ზამთრისთვის მომზადება და არა გასხლა. და არა გასხლა. განსხვავებით ბუჩქისგან, ბუჩქი თითქმის გავსხალით, ნახევარი გადავჭერით. გადავჭერით და აი კვირტების დაყენებას, როგორ უნდა ჯამის ფორმა მივცეთ, იმისთვის რომ უხვად იყვავილოს, იმისთვის რომ კარგად ჰაერი მიუვიდეს, მზე მიუვიდეს, ამას გაზაფხულზე რა თქმა უნდა უფრო ზუსტად გაჩვენებთ. მე მგონი რომ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია შევძელით თქვენამდე მოგვეტანა, ამით გემშვიდობებით შემდეგ მომავალ შაბათ-კვირამდე დროებით, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. ნახვამდის ბედნიერად.